გინდა გამოვაცხო ხრაშუნა პური როგორც ბაგეტი, ან რბილი როგორც მაღაზიის პური, ან რამე საშუალო? მაშინ მე გაჩვენებ ჩემს საყვარელ უნივერსალურ რეცეპტს. თან ამ ცომს მივიყენებ არა მხოლოდ პურისთვის, ასევე პიცისთვის და ხაჭაპურისთვისაც. ცომისთვის ვიღებ 600 გრამ ფქვილს. მე არ ვყიდულობ უმაღლესი ხარისხის ფქვილს. მე ვყიდულობ პირველი ხარისხის ფქვილს, გაცილებით იაფიერი და პურისთვის არის იდეალური. ვუმატებ ჩაის kovs, მარილს, შაქარს, საფუარს, 3 სუფრის kovzi ზეთი და 350 გრამი თბილი წყალი. მიქსერით ვზილავ ცომს 5 წუთით და მერე ვასვენებ თბილ ადგილას 2 საათით. ამ ვიდეოსთვის გავაკეთე ცოტა მეტი ცომი, რომ მეჩვენებინა სამივე მეთოდი. ახლა გავყოფ ცომს 3 ნაწილად და დავასვენებ 10 წუთით და ჩართავ ღუმელს 200 გრადუსზე. მეთოდი პირველი, უბრალოდ დავიღოთ ცომი და ჩავდოთ ღუმელში 35 წუთით. გამოდის გემრიელი საშუალო ხრაშუნიანი პური. მეთოდი მეორე, პროტინზე დავასხოთ ადუღებული წყალი. შევდგათ ღუმელში და ზევიდან რეშეტკაზე დავადოთ პური. ასე გამოგივა ხრაშუნა პური, როგორც ბაგეტი. მეთოდი მესამე, მაღაზიის პური. ასეთი რბილი პური რო გამოვიდეს, როგორც უცნაური არ ჟღერს, მაგრამ უნდა ჯერ მოუხარშოთ 1-2 წუთით ადუღებულ წყალში. შემდეგ ისევ ღუმელში 200 გრადუსზე 35 წუთი. იმედია ნახავთ თქვენ საყვარელ მეთოდს და გამოიყენებთ. გამოაცათ პურის სახში, ეს ძალიან მარტივი არის და გაცილებით გემრიელია ვიდრე მაღაზიის პური.